რეკლამის შემდეგ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ქართული ფეხბურთის პრობლემები იქნება ჩვენი გადაცემის ამ ბლოკის თემა, მაგრამ დავიწყებთ საკითხზე, რომელიც არ უკავშირდება ქართული კლუბების მატჩს, მაგრამ უკავშირდება ქართულ ფეხბურთს, ასე თუ ისე. ეს არის ბილეთები ჯის სკანდალი, სუპერთასის ფინალის ბილეთებზეა ლაპარაკი, რომლის საკითხი ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ლევან ჯანეზაშვილი, გიორგი ვაშაკიძე, ოთარ მუმლაძე და გიორგი კალატოზი, სპორტული ჟურნალისტები. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ლევან, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. რა შეფასებას მისცემდით იმას, რაც ხდება ბილეთებთან დაკავშირებით, სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით? ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და რიგითკული შემადგენლობისთვის ძალიან საწყენი და სამწუხაროა რაც ხდება. უამრავი ადამიანი ქართველის და უცხოელის ელოდება რომ შეიძინოს ბილეთი ასეთ მნიშვნელოვან მატჩზე დასასწრებად, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება. დიდი იმედი მაქვს რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა ახლოს პერიოდში და ამ მოლოდინის წერტილი დაესმება, თუმცა კიდევ ვიმეორებ, უმჯობესი იქნებოდა ეს პრობლემა საერთოდ არ შექმნილა. გიორგი, აი თქვენ რა ახსნას უძებნით საერთოდ რაც მოხდა იმ ფაქტს და რომელიც ჯერ არ დამთავრებულა ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ყველაფერი თავიდან არიდებული ყოფილიყო? მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა იყო, მაგრამ ახსნა ეხლა ამ თუთას გამიჭირდება. რაიმე თქვა, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოგვარებადი არის ეს საკითხი და თორცები ორშაბათიდან უკვე გაიყიდება ეს. ხვალ 12 საათზე მე მინდა მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ 12 საათზე ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება ამ საკითხის შესახებ. ერთი რაც ვიცით, რომ UEFA სუპერთასის ბილეთები გულშემატკივრებისთვის საქართველოში და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება. ამის შესახებ გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ გამართული ბრიფინგიდან. დანარჩენ დეტალებს ალბათ ხვალ უფრო მეტ რამეს გავიგებთ, თუ რა ბედი ელოდება ამ ბილეთების გაყიდვას. გიორგი, რა შეფასებას მისცემ მომხდარ ფაქტს ბილეთებთან დაკავშირებით? პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს და მადლობას გადაგიხდით დაპატიჟებისთვის, მოწვევისთვის და პირველად ვარ თქვენთან სტუდიაში და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. მადლობთ. რაც შეეხება აგერ გამოსვლელებმაც უკვე ისაუბრეს, რომ ეს ყველაფერი მოგვარებადია და კარგია რომ მაინც თამაშამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომაც იგეგმება ხო ეს პერიოდი, როდის უნდა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა და გასაგებია რომ ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა და ვერ გაქრება ვერანაირად და ეს როგორც მინუსი ისე ჩაიწერება, მაგრამ თუ ეს პრობლემა მოგვარდა უახლოეს ხანებში, ალბათ მაინც განსაკუთრებული კატასტროფა მგონი არ იქნება ეს. ოთარ. მოგესალმებით, მეც პირველად ვარ და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება ბილეთები ჯის, ჩემი აზრით, ნაკლებად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ თვითონ ამ საიტის დამფუძნებლები ამ პროცესს, იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის გამოსვლაში მოვისმინე, მან თქვა, რომ არ ელოდა ამდენი ხალხის საიტზე შემოსვლა და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ 30,000 ბილეთის გაყიდვას, როდესაც აპირებ საიტზე და იცი, რომ დაახლოებით 4 მილიონი ქვეყნიდან 9 მილიონს მინიმუმ უნდა ამ თამაშში წასვლა, ცოტა გაუგებარია, რატომ არ უნდა ელოდებოდე იქ ამდენ შემოსვლას. აი მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ცოლის დაქალების საიტზე მაგალითად ერთდროულად შეუძლია 5,000 იუზერს შესვლა და ამ პირობებში ბილეთები ჯის ადმინისტრატორმა თქვა, რომ 10-15 წამიან ინტერვალში შესაძლებელია, რომ 2,500. აი მე რო დავსვი შეკითხვა, რა ახსნას უძებნით, აი სწორედ ამას გულისხმობდი, რომ UEFA არ უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გატესტილი, ვიდრე ამხელა პასუხისმგებლობას აიღებდა საიტის ადმინისტრაცია და დააკისრებდა UEFA ამხელა პასუხისმგებლობას. სავარაუდოდ UEFA მიიღო მყარი გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წავიდოდნენ ასეთ ვთქვათ რისკზე და არ მიცემდნენ ბილეთები ჯის ამ ბილეთების გაყიდვის უფლებას. მე როგორც ვიცი, საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაერიცხა ბილეთები ჯის ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამ ყველაფრის კარგად წარსამართავად, მაგრამ როგორც ყველამ ნახეთ სრული კრახი იყო და დღესაც გრძელდება. ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი დროა დარჩენილი თამაშამდე და მოგვარებადია ეს პრობლემა, მაგრამ უკვე შავი ლაქაა და საწყენი ისაა, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო დარჩა შავი ლაქა ამ სუპერთასზე და არა ვთქვათ რაიმე სხვა ნიშნით. კარგით, მე მინდა გადავიდეთ ეროვნული ნაკრების თემაზე, ვნახოთ ბილეთებზე რა მოხდება. ხვალ ცოტა უფრო მეც გავიგებთ ალბათ და საბოლოო ჯამში შესაძლებლობა გვექნება გულშემატკივრებს რომ ბილეთები შევიძინოთ. ან
ну ასე ვთქვათ, კონკურენტულ გარემოში მაინც დამარცხნენ გულშემატკივრები და ვიღაცა მიყიდოს და ვიღაცამ არა. ეროვნული ნაკრების თემას მინდა შევეხოთ. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა წააგო 4-0. ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრებებიც არის. რა იყო იქ დადებითი მხარე ამ 4-0 წაგების მიუხედავად და რა იყო უარყოფითი, ხო? თქვენ რას ფიქრობთ? დაინახეთ თუ არა ნაკრებში რაიმე ცვლილება და რა კუთხით დაინახეთ ეს ცვლილება? ძალიან ძნელია 4-0-ის შემდეგ რაიმე დადებითი საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია ეს, რადგანაც იქამდე სანამ ჩვენი ნაკრები გაუშვებდა მეორებუთს, თამაშობდა საკმაოდ გამართულად, ღირსეულად, რა თქმა უნდა, ბევრი იყო წუნი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იყო სურვილი ჩანდა ფეხბურთის თამაშის, რასაც ფეხბურთი ქვია. ხშირ ეპიზოდებში ჩვენი გუნდი უტევდა, ცდილობდა ყოფილი პირველი ნომერი, რამდენადაც შესაძლებელი იყო ეს ასე ძლიერ მეტოქესთან. იყო უიღბლობის მომენტის გულისხმობ ნავალოვსკის მიერ ვერ გადააიღო გოლს, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. აი ეს 4-0 ხომ არ არის იმის შედეგიც, რომ აი რაც თქვენ თქვით, რომ ცდილობდა ნაკრები ეთამაშა პირველ ნომრად. მე ვიდრე ეს თამაში იქნებოდა, არაერთხელ დამისვამ შეკითხვა, მათ შორის ცხადაძისთვისაც, რომ შეძლებს თუ არა საქართველოს ეთამაშოს ეს უკრაინა იქნება თუ პოლონეთი რაღაც მონაკვეთში თამაშის პირველ ნომრად. რამდენად შესწევს მას ამის ძალა? იქნებ არა აქვს ნაკრებს ამის რესურსი, რომ პოლონეთს ეთამაშოს. რაღაც მონაკვეთში რომ შეუძლია ამაში დავწუნოთ ყველანი ერთად, ხოლო შეუძლია თუ არა მთლიანობაში და კომპლექსურად გავიდეს რაღაც დრო და მე უფრო თამამად შეუძლია შევაფასოთ და უფრო გადაჭრით თქვათ ეს ყველაფერი. გიორგი, თქვენი აზრით რა იყო ცვლილებები, რაც ნაკრებს დაეტყო, ან იქნებ ფიქრობთ, რომ არც დაეტყო არანაირი ცვლილება, ანუ განსხვავება თეწბაიას და ცხადაძის ნაკრებს შორის. ბევრი თამაში ჯერ არ ჩაუტარებია ცხადაძეს, მაგრამ რაც ჩაატარა, დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ალბათ იძლევა. დავეთანხმები ლევანს და ვიტყვი, რომ პირველი რაც პოზიტივი რაც დავინახე, ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. და თუნდაც იგივე გერმანიასთან თამაში იყო რიგი ეპიზოდები, სადაც თამამად გადადიოდნენ უკვე შეტევაზე და ისე არ იყო, რომ 11 კაცით უგანიყვნენ ჩამჯდები. არის რაღაც გარკვეული პოზიტივი ჩემი აზრით და ფიქრობ, აი ეს პოლონეთთან თამაში ბოლო წუთებში კონცენტრაცია როცა დაკარგა გუნდმა განსაკუთრებით მეორე გაშებული გოლის შემდეგ და რაც მოხდა მერე უკვე ყველამ ვიცით. ამასაც მეგონი ეშველება და გიორგი, ეს შეტევითი თამაშის პოტენციალი თქვენ დაინახეთ საქართველოს ნაკრებში და რამდენად შეუძლია ამ ნაკრებს რომ შეუტიოს. არა, უკეთ თამაში რომ შეეძლო, ქეძბაიას დროსაც ჩანდა ეს, იმიტომ რომ აშკარად აქცენტი ბოლომდე დაცვაზე იყო გაკეთებული და წინ პრაქტიკულად აღარ იხედებოდნენ, ნახეთ ჩვენ ისეთ გუნდებთან თამაში რაღაც გადაგდებულ ბურთზე, ფიზიკურად ძლიერ გუნდებთან და შოტლანდია, ირლანდია იგივე ეს მაგალითები შეგვიძლია მოვიტანოთ. ну, რაც შეეხება იმ განსხვავებას, მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე ასე თქვათ ცხადაძის გუნდი მართლაც უფრო შეტევაზე არის ორიენტირებული და გამოჩნდნენ ახალი სახეები, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ წინა წვნელის პერიოდში იყო რაღაც რამდენიმე ფეხბურთელისთვის უკვე დახურული თითქოს ნაკრების კარი და კარგია რომ ეს კარი გაიღო და ისიც კარგი იქნება რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და ეს ახალი სახეების ძიება მუდამ იყოს. აი რაც შეეხება უშუალოდ პოლონეთთან შეხვედრას, მე უკრაინასთან შეხვედრასაც გავიხსენებდი და იქაც იყო მომენტი რომ მეორე ტაიმში დაახლოებით ბოლო 30 წუთი საქართველოს უპირატესობით ჩაატარა და განვლო და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო იყო. რთულია, როდესაც გუნდი თამაშობს ამდენი ხანი ესეთ ფილოსოფიით, მე გადაწყობა ინგლისში აგერ მაგალითად სტოკი არის ესეთი გუნდი, ტონი პულისი, ყველამ კარგად ვიცით, თანამედროვეში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტია ჩაკეტვის კუთხით და როდესაც ახალი მწვრთნელი მივიდა, გაუჭირდა იმასაც რაღაც ახალ ფილოსოფიაზე გადართვა, თუმცა ეს პოტენციალი არის ის შემტევი ფეხბურთელები პრინციპში, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ, ძალიან კარგ გუნდებში არიან და მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ხო, აი ზუსტად ამაზე მინდა კითხოთ, აი ფეხბურთელების პოტენციალი იმისთვის, რომ ითამაშოს შემტევი ფეხბურთი შენ ჭირდება შესაბამისი ფეხბურთელები, რომელმაც იციან როგორ შეუტიონ. აი ჩვენს ნაკრებს, აი ფეხბურთელების მხრივ აქვს თუ არა ამის რესურსი. ბევრინაირი ტაქტიკა შეიძლება შეიმუშაო, მაგრამ ფეხბურთელები ხელს არ გიწყობდნენ. აი მან ცხადაძემ მთლიანად ლეგიონერებზე გააკეთა აქცენტი და ეს ლეგიონერები იძლევიან თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ შეუსრულონ ის დავალება, რაც დავინახეთ პრინციპში, უნდა რომ შეუტიოს გუნდს. ხო,
პოლონეთთან გასვლით მოდი ნუ დავიწყებთ თქვა იმას რომ თქვენ ჩვენ ნაკრებმა აუცილებლად შემტევი თამაშით მოგვაწონოს თავი ესე თქვა. თავარია გასვლებზე ესაც რთულ მეტოქეებთან ცოტა პრაგმატიზმის რა თქმა უნდა შორს ვარ პირადად იმაზე რისგან რომ თავიდანვე ესე გერმანიასთან ესპანეთთან თუნდაც კენცბაიას დროს ჩვენ გვეთამაშა შეტევით ფეხბურთი უბრალოდ შედარებით სუსტ მეტოქეებთან გამოიკვეთოს ის ტენდენცია რომ ჩვენ ვითამაშოთ შედარებით უფრო შემტევი ფეხბურთი იმიტომ რომ ჩვენ როცა ვითამაშეთ საფრანგეთთან აქ სახლში 0-0 მორჩა ის თამაში და მე ნახეთ იქ რომ იგივე კაშია იყო საკუთრის პოზიციაზე ცენტრალური მცველი რომელიც ცენტრის გარდა ყველგან თამაშობდა ბოლო წლების განმავლობაში. მე ფინეთთან ვითამაშეთ იგივე ტაქტიკით. ანუ საფრანგეთთან და ფინეთთან ვფიქრობ, სხვადასხვა ტაქტიკით არის თამაში. ფინეთთან შეიძლება უფრო მეტად შეუტიო. აი ეს არ იყო და ვფიქრობ, რომ ცხადაძის ხელში უფრო მეტი იქნება ამაზე ფიქრი, რომ მაგრამ კენცბაიაც ამას ამბობს. მე რომ გავხსნა თამაში, მე წავაგებ დიდი ანგარიში. დაახლოებით ესეთი იყო მისი მიდგომა. ხო, უბრალოდ ჩვენ ნახეთ ეს. გახსნა საქართველოს ნაკრებმა თამაში და საბოლოოდ 4-0 მივიღეთ. შესაძლოა ის ბოლო წუთები არ იყო ისე ჩასატარებელი როგორც, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჩვენ წავაგეთ 4-0. კი, ესეც იყო ორივე თამაში 4-0 წავაგეთ, თან ორივე თამაში გავდა ერთმანეთს, იმიტომ რომ პირველ ტაიმი 0-0 დასრულდა აქაც და იქაც. და ნუ აი ეს დისციპლინის არ ქონა, მაინც რა თქმა უნდა გვეთყობა და სამუშაო რა თქმა უნდა ძალიან ბევრია და ცხადაძემ ყოველ შემთხვევაში როგორც ჩემი პირადი პოზიციაა ეს გამოაჩინა რაღაცის, რადგან შეიძლება აშენდეს. ოთარ, დადებითი და უარყოფითი რაც დაგანახათ აი ცხადაძის პერიოდი. ცხადაძის პერიოდში დადებითი რამდენიმე კარგი უკვე მოხდა. ერთ-ერთი კარგი ის არის, რომ ცდილობს და თვითონაც აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალური ურთიერთობა დაამყაროს და კარგი ურთიერთობა კონდეს. ასევე ერთ-ერთი პლუსი ის არის ცხადაძის მუშაობაში, რომ დააბრუნა ნაკრებში ის ადამიანები, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა კენცბაიასთან სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა რო შევადაროთ ცხადაძის ნაკრები კენცბაიას ნაკრებს, ავიღოთ პოლონეთის თამაში განსასწრებით. ორივე მატჩი იყო განსხვავებული ტაქტიკით, განსხვავებული ფეხბურთელებით, განსხვავებული მწვრთნელით. ხო, ერთადერთი ანგარიში იყო იგივე. ანუ ეს ჩვენ გვაძლევს იმისთვის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ანუ საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ პოლონეთის და ხორვატიის ან შოტლანდიის დონის გუნდებთან თამაშოს. კი, მაგრამ არაპირველნურად. ანუ კენცბაიას ის გეზი რაც ჰქონდა აღებული, მე ნაწილობრივ ვეთანხმები, თუმცა იყო აშკარად ძალიან გადამეტებული დაცვითი ფეხბურთი, თუმცა კენცბაიას ტაქტიკა იყო ძალიან მარტივი. გაუშვებდა ის ერთ გოლს, მაგრამ თამაშის ბოლომდე იტოვებდა შანსს, რომ მინიმუმ ერთი გოლი მასაც გაეტანა, იგივე მოხდა, ვთქვათ, ესპანეთთანაც ჰქონდა ჩვენ გატანის შანსი ბოლო წუთზე, შოტლანდიასთან გასulit თამაშზეც, იგივე პოლონეთთან ჩვენ პირველ ტაიმში უფრო რეალური მომენტები შევქმნით, ვიდრე პოლონეთის ნაკრებმა. ეხლა ის რომ ცხადაძის გუნდზე ვთქვათ, რომ კი ცდილობენ შემტევი ფეხბურთის თამაშს, მაგრამ კონცენტრაცია დააგდათ, ეს გასამართლებელი არაა, იმიტომ რომ კონცენტრაციაც პროფესიონალიზმის ნაწილია. არ შეიძლება რომ ფეხბურთელმა ითამაშოს 87 წუთამდე და როგორც გამოჩნდა 90 წუთი არ არის ფეხბურთი, იმიტომ რომ 90 წუთის მერე გავუშვით 3 რა არის თავარი, რასაც უპირველეს ყოვლის აი პრიორიტეტულად უნდა მიექცეს ყურადღება ეროვნულ ნაკრებში. აი რა არ მოგწონთ ეროვნულ ნაკრებში, რაც უნდა გამოსწორდეს. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ სელექციის მხრივ რაღაც უკმაყოფილო ვარ, თუმცა აშკარად ვისურვებდი, რომ რამდენიმე ახალი სახე კიდე დაემატოს ნაკრებს 21 წლამდე ნაკრებიდან, რამდენიმე გვარით შემიძლია დავასახელო, იგივე პაპუნაშვილს მე მივცემდი თამაშის შანსს, იგივე ოთარ კაკაბაძეს მოვსინჯავდი, იმიტომ რომ თქვათ ამ ორ თამაში რა შეცდომებიც ლობჟანიძემ დაუშვა, ხო, არ მინდა რა კონკრეტულ რომელიმე ფეხბურთელზე გადაწყდეს ჯოხი, მაგრამ იგივე შეცდომებს თუ დაუშვებს კაკაბაძე, უფრო მეტი შანსია რომ მანამ შეცდომებზე ისწავლოს, იმიტომ რომ ის არის 21 წლის და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, რომელიც ყოველ მატჩში უშვებს თითქმის ანალოგიურ შემთხვევებს, შეცდომებს, რა ვიცი, ჩემი აზრით უნდა ერთი საკითხი, პოლონეთთან არ იყო კანკავა და არ იყო ძალიან საწყენი მიზეზით, როგორც აღმოჩნდა. აი ამაზე რა სიტყვით? ხო, ეს ესე არ უნდა მიიჩქონოს, ასე ვთქვათ, ვიღაცამ, ასე ვთქვათ, პასუხი უნდა აიღოს, გამოვიდეს, მართლა ძალიან ცუდი რა მოხდა, თუმცა ისეც რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ჩვენ თავს ხდება და ანალოგია არ ყოფილა, ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყების წინ, რომ ლეგიას მაგალითი, რადონია ხო ჩემპიონთა ლიგა, იქ სელტიქს მოუგეს და უცბად განაცხადში შეიყვანეს ერთ ფეხბურთელი, რომლის თამაშის უფლებაც არ ჰქონდათ, ხო? ის საერთოდ სხვა ტრაგედია. გასაგებია ეს მოხდა, მაგრამ პრევენციის მიზნით, ასე ვთქვათ, ახლა მაინც უნდა გატარდეს ეს ღონისძიებები, რომ მომდევნო შემთხვევაში ავიცილოთ, თორემ სხვაგვარად ეხლა ამ პრობლემას ვეღარ მოვაყენებთ. და ბოლოს ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, ისევ ქართული ფეხბურთიდან ეს უკავშირდება უკვე საკლუბო დონეს
4 კლუბი იასპარეზებს ევროსარბიელზე. ხედავთ თუ არა, ასე ვთქვათ, შანსებს, რომ მათ სერიოზული წარმატების შესაძლებლობა ექნებათ ამ სეზონზე. ობიექტურად რომ შევხედოთ, არ არის წარმატების შანსი ძალიან დიდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არის. ან რა შეიძლება იყოს ზოგადად წარმატება? წარმატება იქნება ჯგუფურ ეტაპზე შეღწევა თუნდაც ევროპის ლიგის, თუნდაც ერთი გუნდის, რა თქმა უნდა, მინიმუმის და მაქსიმუმიც ეს ავიღოთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ცოტა იღბლის შემთხვევაში, სწორი საკადრო პოლიტიკის შემთხვევაში შესაძლებელია მაინც ამ მოჟადოებული წრის გარღვევა, ასე ვთქვათ. ამას ველი მე უფრო გორის დილასგან, ოღონდ პირველი მეტოქი ყავს ძალიან რთული, თუ გადაილახა ეს მეტოქე, მე ჩემს უფრო გაადვილდება ამ მომცემის მიღწევა. სხვა გუნდებისგანაც, თუნდაც იგივე თბილისის დინამოსგანაც ახალი მწვრთნელი ყავს, კარგი ახალგაზრდები ყავს, ძალიან რთული ბარიერია გაბალას სახით, მაგრამ ეს უნდა გადაილახოს თუ რა ამის პრეტენზია აქვს გუნდს. ასევე წარმატებას უსურვებ ბათუმს და ცხინვალსაც, რომელსაც ასევე რთული მეტოქეები ყავს. იმას ვიტყოდი, რომ 4 გუნდს ისეთი მეტოქეები შეხვდა, რომ ვერც ასე ვიტყვით, რომ არა უშანსოდ არიან და ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმატების იმედი. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად მეტოქეებში გორის დილას გამომართლა, იმიტომ რომ პარტიზანი ბელგრადის პარტიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გადის და საკმაოდ საკმაოდ გამოცდილი გუნდი არის და იუგოსლავიური სერბული მაგრამ თვითონ გორის დილას წარმომადგენლები პესიმისტურად ნამდვილად არ არის დაწყობილი, ფიქრობენ, რომ გადაულახავი ბარიერი არ არის. რა თქმა უნდა, მეც თავისთავად იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაულახავი ბარიერი არ იქნება ჩვენი ჩემპიონისთვის და რა ვიცი, იმედია. კი ბატონო, და ბოლოს გიორგის და ოთარს მივცემ შესაძლებლობას ამ თემაზე აზრი გამოთქვა. ხო, როცა 25 წლის მწვრთნელი იგებს საქართველოს ჩემპიონატს, მაშინ უკვე შეუძლებელი არაფერი არ არის, ხო, შესაძლებელია ესეთი გუნდი, რომელიც პარტიზანია, მასაც მოუგოთ და გავიდეთ მომდევნო ეტაპზე. უბრალოდ აქ არის ის, რომ შეიძლება ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდეთ, მაგრამ ეს კოეფიციენტების დათვლა ჩვენ კარგად მოგვეხსენება, ყოველი ახალი ეტაპი არის ახალი კოეფიციენტები ჩვენთვის და იმისათვის, რათა დონე მაიწიოს, ვისურვებდით, რომ რა თქმა უნდა, თუ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავლენ, პირველი ეტაპი მაინც 4 გუნდმა გადალახოს ეს საერთო ჯამში რეიტინგში აისახება. რაც შეეხება შანსებს, ყველა გუნდი, რომელსაც ეთამაშებიან ქართული გუნდები, რეიტინგზე ჩემპიონატებს თუ ავიღებთ იგივე კოეფიციენტებს, ყველა არის ჩვენზე მაღლა. თუმცა ეს არის ერთი მომენტი კიდევ ცხინვალთან დაკავშირებით, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს ევროსარბიელზე ასპარეზობის. პრინციპში გორის დილას მთავარ მწვრთნელსაც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტია და ხო, დებიუტი აქვს და წარმატება უსურვოთ აუცილებლად. ნახოთ, დინამოს იმედიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, რომელშიც მართლაც აღინიშნა აქ, რომ ახალი სპეციალისტი მოვიდა და მე პირადად ისე ჩაამთავრა გია გაგუჩაძემ ბოლო თამაშები, რომ რაღაც იმედი მომეცა, ასე რომ წარმატებას უსურვებ და შანსები პრინციპში ისეთი გვაქვს, როგორიც აქამდე გქონდა ხოლმე. გასაგებია. ჩემი აზრით, გუნდს თუ აქვს მიზანი, რომ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში, პარტიზანის და გაბალას დონის თუ არ ვიტყვი, იმიტომ რომ აზერბაიჯანის და სერბეთის ჩვენზე ძლიერი ჩემპიონატებია და არ არის ადვილი მათთან თამაში, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, გორის დილას როგორც ხელმძღვანელებს, ისე მწვრთნელებს და ფეხბურთელებს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა აქვს და ეს მომეწონა მათში, იმიტომ რომ თვითონაც ეს აღნიშნავს, რომ თუ გინდა რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო, უნდა იფიქრო, რომ მათ მოუგო. ჩემი აზრით, დინამომ უნდა გამოაგდოს გაბალა, იმიტომ რომ უნდა ისარგებლოს შემთხვევით, რადგან განთესილია, ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც განთესილი იყო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგაც მას სავარაუდოდ სუსტი გუნდი შეხვდება, შეიძლება გაბალაზე უფრო სუსტიც, იმიტომ რომ არ არის მაინც და მაინც ძლიერი წული. რაც შეეხება ცხინვალს და ბათუმს, რავი, ამ ორ გუნდს შორის ალბათ ცხინვალს უკეთესი შანსი აქვს გასვლის, თუმცა რუმინეთიც ძალიან ძლიერი ჩემპიონატია და ეს ბოტოშანიც არ არის ადვილი. ერთი დეტალია, რომ ბოტოშანი მერვე ადგილზე გავიდა იმ ჩემპიონატში, იმიტომ რომ იქ ლიცენზია ვერ აიღეს სხვა კლუბებმა. გარდა ამისა, ცხინვალს ცოტა უპირატესობას აძლევს ის, რომ პირველ თამაშს გასვლაზე თამაშობს და ესეც გარკვეული შეიძლება რაღაც უპირატესობა აღმოჩნდეს. რაც შეეხება ბათუმის დინამოს, რა ვიცი, ომონია ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ისტორიულად რო გადავხედოთ, ბათუმის დინამო საკმაოდ კარგად გამოდის ევროსარბიელზე და იმედია რაღაც პატარა სენსაციის მოგვარ შემოგთავაზება. კარგი, დიახ, დაამატეთ. ისევე როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცხინვალი დებიუტანტია და არანაირი გამოცდილება არ აქვს. იგივე შემიძლია თქვა
ამ ბოტოშანზე. ეგეც მასაც არანაირი დებიუტანტი არის, თან მერვე ადგილზე გავიდა ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატში და და გარკვეულ წვიმალს შანსი აქვს. რა თქმა უნდა, ეხლა ყოველ შემთხვევაში დავიტოვებ იმედს, რომ უშანსოთ ჩვენი გუნდები არ იქნებიან და კი ბატონო. წარმატებებს უსურვებ 4-ვეს და იქნება და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით მადლობ ყურადღებისთვის.